მოგესალმებით, ეს არის ღამის მთავარი, მე ეკაკვესიტაძე ვარ. როდესაც მთავრობა რაღაც გადაწყვეტილებას იღებს და მის შესრულებას ქვეყნის მოსახლეობას ავალდებულებს, ადამიანები ყოველთვის ეძებენ ამ გადაწყვეტილების ლოგიკას, მაგრამ რბილად რო ვთქვათ, ლოგიკა ქართული ოცნების ხელისუფლების ძლიერი მხარე არ არის. ამაზე ის გატარებული ღონისძიებები თუ განცხადებების ტონიც მეტყოლებს, რომელიც უკვე თვეებია ვირუსის მართვას ახლავს თან. გაზაფხულზე რამდენიმე კორონავირუსიანი პაციენტის გამო მთელი ქვეყანა ჩაიკეტა. ისედაც უსუსტესი ეკონომიკა უმძიმეს დღეში ჩავარდა. ადამიანებმა ყოველდღიური ლუკმაპური დაკარგეს. ახლა კი, როდესაც ინფიცირებულების ყოველდღიური ციფრი საშუალოდ 500-ია, ხელისუფლების ტონი საოცრად მშვიდია და არც პაატა იმნაძე აღარ გვაშინებს კუბოებით. რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ძნელი ხდება მთავრობის გადაწყვეტილებების ახსნა. მაგალითად, რატომ არ დაიწყო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს და დაიწყო 1 ოქტომბერს, როცა შემთხვევების რაოდენობა რადიკალურად მომატებული იყო? რატომ არ დაიწყო უნივერსიტეტებში სწავლა 1 ოქტომბერს და რატომ გადაიწია 19 ოქტომბრისთვის? ხო, მარტივი კითხვებია, მაგრამ პასუხები არც ამ მარტივ კითხვებზე არსებობს, რადგან არ არსებობს კრიზისის მართვის გააზრებული გეგმა და უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებები გზადაგზა სპონტანურად მიიღება. მაგრამ ლოგიკას თავი რომ დავანებოთ, ახლა მთავარი კითხვა, რისთვის გამოიყენა ხელისუფლებამ ის თვეები, როდესაც ქვეყანა მთლიანად ჩაკეტილი იყო და ადამიანებს ყოველდღიურად აკლდებოდა ჩემოსავალი, ქვეყნის ეკონომიკა კი ინგრეოდა. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ზეიმისთვის, წინასაარჩევნო ქულების ჩასაწერად და პრემიერ-მინისტრ გახარიას გაპიარებისთვის. შესაბამისად, ის რაც რამდენიმე თვის წინ ამ მთავრობის დიდ მიღწევად ითვლებოდა, ახლა ნელ-ნელა მისი ყველაზე დიდი ფიასკო ხდება. აღმოჩნდა, რომ დრაკონული მეთოდებით საოცარმა მენეჯერმა გახარიამ ვერც ვირუსი შეაჩერა, ვერც ჰოსპიტალური სექტორი მოამზადა და ახლა უკვე ამ ვირუსთან თანაცხოვრება გვიწევს, ოღონდ უკვე ბოლომდე განადგურებული ეკონომიკით. ეკონომიკა კი არის ის, რაც დღეს ადამიანებს უკიდურესად აწუხებთ, მათ შორის ვირუსით ყველაზე მეტად დაზარალებულ აჭარაშიც. გვასწავლეთ, როგორ უნდა ვარჩინოთ ოჯახი 200 ლარად, ითხოვდნენ დღეს აქციის მონაწილეები ბათუმში და მოდით ვნახოთ, როგორ მიმდინარეობდა ეს აქცია. როგორ ვარჩინო 5-კაციანი ოჯახი 200 ლარად, როცა 3000 ლარი არ ყოფნი და 1000 კრედიტი მაქვს. ბანკები მირეკავენ და მემუქრებიან უკვე, რა გავაკეთო მითხარი. არ არის საკმარისია 200 ლარიანი დახმარება, არარეალურია 200 ლარით კომუნალურის გადაიხადო და საკვები პროდუქტი იყიდო ადამიანმა. 200 ლარი საერთოდ არაფერი არ არის. ჩვენმა მთავრობამ დღეს შეგვიწყვიტა აბსოლუტურად ყველანაირად ჩვენი საარსებო წყარო, ანუ სამსახური და გადმოგვივა და 10 საათამდე. აქედან გამომდინარე დავრჩით უმუშევრები, დავრჩით მშივრები. უკვე ერთი თვეა ქართულ ოცნებას კონტროლი ვირუსეც გაექცედა ეკონომიკაზეც და რაც მთავარია, პერსპექტივა სულ უფრო და უფრო შემაშფოთებელი ხდება. ქვეყნის მასიური გაღარიბებისა და შიმშილის საფრთხე ისე ახლოსაა, რომ ყოველდღიურად გაზრდილი ვირუსის სტატისტიკაც უკვე ძალიან ცოტას თუ აღელვებს. ახლა გაცილებით მეტი ყურადღება სავალუტო ტაბლოებზე არ მიპყრობილი, საიდანაც გაუფასურებული ლარი გვიყურებს. დღევანდელ მდგომარეობაზე უფრო მეტად უკვე მომავლის პერსპექტივა გვაშინებს, თან ქართული ოცნების სრულიად დეზორიენტირებული, არაპროფესიონალი, კორუმპირებული და უმაქნისი მთავრობის ხელში. კარგად რომ წარმოვიდგინოთ, უმწვავესი ეკონომიკური გამოწვევების დროს, როგორ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის Facebook სტატუსი მოვიშველიოთ. 1995 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 2.7 მილიარდი დოლარი იყო, ხოლო 2003 წელს 5 მილიარდი. სამთავრობო ვალმა 2003 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 40% შეადგინა. 2012 წელს ნაციონალური მოძრაობა ტოვებს 16 მილიარდიან ეკონომიკას და სამთავრობო ვალს 30%-ის ოდენობით. ქართული ოცნება 2020 წელს დაასრულებს ისევ 16 მილიარდიანი ეკონომიკით და 50%-იანი სამთავრობო ვალით. რომ შევაჯამოთ, მოქალაქეთა კავშირმა 1995-2003 წლებში ეკონომიკა გაზარდა 2-ჯერ. ნაციონალურმა მოძრაობამ 2003-2012 წლებში ეკონომიკა გაზარდა 3-ჯერ. ვალი კი შეამცირა 10%-ით. ქართული ოცნების მმართველობის დროს 2012-2020 წლებში ეკონომიკა არ გაზრდილა. სამთავრობო ვალი კი გაიზარდა 20 პუნქტით, ანუ თითქმის 100%-ით. კიდევ უფრო გასაგებად რომ განმარტოთ, 2003-2012 წლებში შემომეჩნია პეპელა. შიდა პოლიტიკური კრიზისი, მაშინ როდესაც იყო შიდა პოლიტიკური კრიზისი და ქუჩის საპროტესტო აქციები და რაც მთავარია იყო რუსეთ-საქართველოს ომი და მსოფლიო ფინანსური კრიზისი, სააკაშვილის ხელისუფლებამ ეკონომიკა 3-ჯერ გაზარდა
5 მილიარდიდან 16 მილიარდამდე და ვალის 10%-ით შემცირება მოახერხა. რა მოხდა ბოლო 8 წლის განმავლობაში? არაფერი. ეკონომიკა ზუსტად იმდენივეა დოლარში, სამაგერო დრამატულად გაზრდილია საგარეო ვალი. ივანიშვილმა, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საკმარისი მხარდაჭერა ჰქონდა და მისი მმართველობა არც განსაკუთრებული საგარეო და საშინაო კატაკლიზმებით არ გამოირჩეოდა, მოახერხა ის, რომ ლარი კატასტროფულად გაუფასურდა, ეკონომიკა კი 1 ცენტითაც არ გაიზარდა. სიღარიბე კიდევ უფრო გაღრმავდა და უზარმაზარი პრობლემები დაგროვდა თითქმის ყველა სფეროში. რაც მთავარია, ოლიგარქმა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მიიტაცა და სასამართლოს რეპუტაცია მთლიანად გაანადგურა. ახლა მთავარი კითხვაა, რის გაკეთებას შეძლებს ეს ხელისუფლება მაშინ, როდესაც ყველაზე განვითარებულ ქვეყნებსაც კი უჭირთ COVID პანდემიით გამოწვეულ უპრეცედენტო პრობლემებთან გამკლავება. ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა გველის არჩევნების შემდეგ თუ ქართული ოცნება ისევ ხელისუფლებაში დარჩა, მათ შორის რა გველის ვირუსის მართვის კუთხითაც. ამაზე წარმოდგენა იმ სრული ქაოსითაც შეგვიძლია შევიქმნათ, რაც ახლა აჭარაში ხდება და რის გამოც COVID-ით გამოწვეული სიკვდილიანობა დაახლოებით 4-ჯერ მეტია ვიდრე დანარჩენ საქართველოში. სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებ დღეს ჩვენ გადაცემის პირველ ნაწილში. გადაცემის მეორე ნაწილში კი ყარაბაღის ომი. 26 წლის შემდეგ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი ასეთი ცხელი არასოდეს ყოფილა. რა გავლენას მოახდენს რეგიონზე და უშუალოდ საქართველოზე ეს უკიდურესად სახიფათო ომი, რომელსაც ჯერ დასასრული არ უჩანს. დღეს ჩვენი სტუმარი ამ თემაზე ბექა კობახიძე იქნება, ისტორიკოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი. ცნობილი უცხოელი ექსპერტების მიერ დაწერილი ბევრი სტატია წავიკითხე ამ დღეებში ყარაბაღის კონფლიქტზე, მაგრამ ვერავინ შეძლო ისე ყოვლის მომცველად და ამომწურავად გაეანალიზებინა ეს კონფლიქტი თავისი ისტორიული ასპექტებით, როგორც ეს ბექამ პუბლიკაში გამოქვეყნებულ სტატიაში მოახერხა, ასე რომ აუცილებლად გვიყურეთ. მანამდე კი COVID-19 და მასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორ მართავს ხელისუფლება ამ პრობლემებს და სანამ ჩვენ სტუმრებთან ერთად დავიწყებდეთ დისკუსიას ამ თემაზე, გვეყოლება ბათუმიდანაც გვექნება ჩართვა ვახო კალოიანთან, მანამდე ვნახოთ რას ლაპარაკობდა და რას ამბობდა ეკატერინა ტიკარაძე მოყოლებული გაზაფხულიდან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მომზადებული ხვდება თუ დახვდა ხელისუფლება ამ ვირუსს. ჩვენ ბოლო კვირის მანძილზე ავწერეთ ყველა დამატებითი საავადმყოფო, რომელიც ჩართვასაც ჩვენ ვაპირებთ ამ პროგრამაში და ეს არის კიდევ დამატებით 600-მდე საწოლი, რომელიც დაახლოებით 24-დან 48 საათში იქნება მზად პაციენტების მისაღებად. აღწერილი იქნა როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე მათი პერსონალის მზაობა. დღეს უკვე ჩვენ გვაქვს მომზადებული 150 სუნთქვის აპარატი, საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მოხდება მათი უნდა დაველოდოთ მოვლენებს, ვინაიდან არჩევნებამდე ჩვენ გვაქვს საკმარისი დრო იმისათვის, რომ ეფექტურად ვმართოთ ინფექციის გავრცელება და ასევე გვაქვს გარკვეული მოლოდინები, თუ როგორი შეიძლება იყოს ინფექციის გავრცელება უკვე შემოდგომაზე. საწყო ფონდის მობილიზაცია ამ ეტაპისთვის კვლავ რჩება 3000 საწოლამდე, საიდანაც 1630 საწოლი არის დამატებული და 300-ზე ცოტა მეტი ადამიანი არის ახლა დაყოვნებული ტრიაჟში. მოკლედ ეს იყო ტიკარაძე, მართალი გითხრათ, მე ყოველთვის მიჭირს გაგება და ინფორმაციის მიღება ამ ოფიციალური პირისგან. გაიგეს თუ არა ჩვენმა რესპონდენტებმა მისგან როგორ მისგან ინფორმაციას იღებენ თუ არა სრულყოფილად, ამაზეც ვისაუბრებთ. ჩვენი სტუმრები დღეს სტუდიაში არიან მალხაზ ჯალაღონია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარული კანდიდატი ზუგდიდში, ექიმი თერაპევტი, გიორგი კავკასიძე, რეპროარტის კლინიკური განვითარების მენეჯერი და სერგო ჩიხრაძე, მედიცინის ექსპერტი, სტრატეგია აღმაშენებლიდან. თუმცა ჩვენ დავიწყებთ საუბარს ვახტანგ კალოიანთან, ნიუ ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, მაგრამ ის ასევე წარმოადგენს ევროპულ საქართველოს დღეს. თუმცა როგორც ექიმი ამ შემთხვევაში ისე ჩავრთავთ მას. ბატონ ვახტანგ, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. პირველ რიგში აი აგვიხსენით რა მოხდა ბათუმში, რატომ გავრცელდა ეს ვირუსი ასე სწრაფად და რაღაც რა ხდება დღეს, რატო შეიქმნა ასეთი ქაოსი და რატომ არის სიკვდილიანობა, COVID-ით გამოწვეული სიკვდილიანობა უფრო მაღალი დანარჩენ საქართველოსთან შედარებით?
რა მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება ბათუმს, ბათუმში განვითარებულ დრამატულ მოვლენებს არ შემეშინდება ამ სიტყვის ხმარება, ჰქონდა ორი მიზეზი. პირველი, რა თქმა უნდა, მობილობის გაზრდას ტურისტული სეზონის დროს და მეორე, მოუმზადებელი და გაქცეული ეპიდემიოლოგიური ვითარება სექტემბრის შუა რიცხვებიდან დაახლოებით. მობილობის ზრდა, რომ გამოიწვევდა უცილობელს დასს ინფიცირებული ადამიანებისა, ეს თავიდანვე ცხადი იყო, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ხელისუფლებამ საერთოდ არანაირი ღონისძიება კონტროლის არ გაატარა ტურისტული სეზონის პერიოდში, მინიმალური უსაფრთხოების წესების დაცვაც კი არ უზრუნველყო, რამაც გამოიწვია მატება რაოდენობის. შესაბამისად, ეს კლასტერები, რომელიც გაჩნდა ბათუმში, რეალურად გავიდა ხელისუფლების კონტროლიდან, ეპიდემიოლოგიების კონტროლიდან და მივიღეთ უკონტროლოს და სადაც უკვე ეს თქვა კლასტერების და ჯგუფების ძიება სამწუხაროდ აზრი არ აქვს და გვაქვს მასიური შიდა გავრცელება. ეს იყო ორი ძირითადი მიზეზი. ამ მასიურმა შიდა გავრცელებამ გამოავლინა ტრაგიკული თუ შეიძლება, აი რომ დავაკონკრეტოთ, მაპატიეთ რომ გეჭვრებით, მინდა გკითხოთ, აი მაშინ როდესაც აი ლოგიკის ჩემს შესავალშიც ლოგიკაზე ვილაპარაკებთ, რომ ყველაფერს აქვს თავისი ლოგიკა, ხო? მაშინ როდესაც ჩვენ გაზაფხულის დასაწყისში ჩვენმა მთავრობამ გამოიყენა უკიდურესი ზომები, ხო? და ჩაკეტა ყველაფერი. მაშინ ბათუმში, როდესაც დაიწყო ეს პრობლემები და ცალსახა და უკვე თვალნათლივ ჩანდა, რომ ყველაფერი მიდიოდა გაუარესებისკენ, რატომ კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგა? მაშინ, როდესაც ჩაკეტა სვანეთი რამდენიმე ინფიცირებულის გამო და ბათუმში რატო არ გატარდა საკმარისი და კაცრი ღონისძიებები, თუნდაც ერთი კვირით ან ორი კვირით, რასაც ახლა ვხედავთ ხო ევროპის ქალაქებში, რომ ეს მდგომარეობა უფრო დასტაბილურებულიყო. აი რა იყო ხელის შემშლელი? აი ლოგიკა ან სვანეთის ჩაკეტვაში და არ ჩაკეტვაში ბათუმის რა იყო? სამწუხაროდ ლოგიკის პოვნა განსაკუთრებით ბოლო გადაწყვეტილებებში ძალიან რთულია. უბრალოდ გაექცათ სიტუაცია ხელიდან, ორიენტაცია ვერ აიღეს, იყვნენ ძალიან მძიმე, ესე ვთქვათ, ისტორიულ კრუნჩხვებში, ხელისუფლებას გულისხმობ, არ იცოდნენ რა ექნათ, იმდენად ყველა მხრიდან მოუმზადებლობის გამო დაატყდათ პრობლემები და უბრალოდ სიტუაცია გაიპარა. და უკვე შემდეგ კონტროლი აღმოჩნდა ამისი საკმაოდ რთული, ხელისუფლებამ ვერ გაბედა მასიური ჩაკეტვის გაკეთება, მცირე ჩაკეტვებით კი უკვე ჩანდა, რომ შედეგი არ იქნებოდა. ეხლა საზოგადოებრივ ტრანსპორტ შემცირება გარკვეული პროცენტით ამცირებს მობილობას და ამაზე არის ერთ-ერთი იმედი, რომ თითქოს რაოდენობა შემცირდება და ეხლაც რაც ტრენდი არის, პირველი დღეა უკაცრავად დღეს რეალურად, როცა ნაკლები მატება გვაქვს ვიდრე წინა დღეებში, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ლაბორატორიული შემთხვევების ანალიზების ბევრად ნაკლები გვაქვს, ვიდრე წინა პერიოდში ვაკეთებდით, ამიტომ ეს ობიექტურ სურათს ნაკლებად ასახავს, გავრცელება მასიურია. მთავარი მიზეზი იყო სიტუაციის კონტროლიდან გაქცევა, ხელისუფლებამ ჯანდაცვის სისტემამ ვერ აიღო დროული ორიენტაცია, მათ დაჭირდათ 2 კვირა, რათა ელემენტარული პრობლემები მოეგვარებინათ, რომელზეც გვეუბნებოდნენ, რომ მაისში და აპრილში უკვე მოგვარებული იყო და ემზადებოდნენ შემოდგომის აფეთქებისთვის. და აღმოჩნდა, რომ ემზადებოდნენ კი არა, ლაბორატორიული ანალიზების აღრიცხვის სისტემაც კი არ იყო მოწესრიგებული. ამ ფონზე უცებ გამოაცხადა აჭარის ჯანდაცვამ და აჭარის მთავრობამ, რომ აბა სწრაფად ყველანი ტესტების ასაღებად, ამან გამოიწვია სრული კოლაფსი ლაბორატორიული სისტემის, არათუ ამბულატორიულ პაციენტებს, სტაციონარში მყოფ პაციენტებს უგვიანდებოდათ დღეებით პასუხი და ეს სტრატეგიული თემა იყო, არავინ არ იცოდა სად გაეშვათ პაციენტი, დეზორგანიზებული იყო 112-ისა და პირველადი ჯანდაცვა ჰოსპიტალის ჯაჭვი, არ არსებობდა საწოლები, არ შემეშინდება ამის თქმა, იყო ნახევრად აღჭურვილი რესპუბლიკური საავადმყოფო და
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ერთ-ერთ ღამეს ქუჩა მოუწია ძებნა საწოლების და მაგალითად ერთ-ერთ ჰოსპიტალში აიღეს ერთი სართული. მაშინ როცა ის ჰოსპიტალი, რომელმაც გაზაფხულზე მშვენივრად იმუშავა, მედალფამ და ერთ-ერთ საუკეთესო შედეგები ჰქონდათ COVID პაციენტების მართვაში საქართველოში, საერთოდ დაიშალა, იქ ამბის წამღებიც კი აღარ დარჩა, მე მგონი არავინ არათუ იმ გუნდიდან ვინმე. ელემენტარული არასდროს ყოფილა მაღალი აზრის ჩვენი ჯანდაცვის ორგანიზებაზე ამ ხელისუფლების პირობებში, მაგრამ ის რაც აჭარაში მოხდა, ამან მოლოდინს გადააჭარბა. თქვენ ხშირად ვარ ხოლმე თქვენ ეთერში და ისიც რომ არ მწვევია კატეგორიული კატეგორიული შეფასებები არ გჩვევიათ, მაგრამ იმან რაც ჯანდაცვის სამინისტრომ არ გააკეთა 6 თვის განმავლობაში, გამოიწვია ადამიანების გარდაცვალება. კარგად ვაცნობიერებ რა ბრალდებას უყენებ ხელისუფლებას და რამდენად მძიმეა ეს ბრალდება პირველ რიგში მორალურად. ნომრებით შემილია მიუთითო პაციენტები, რომლებიც დაიღუპნენ იმიტომ, რომ დროულად ვერ მიიღეს ადეკვატური სამედიცინო მომსახურება ჰოსპიტალში. ეს არის კატასტროფული სიგნალი და კატასტროფული მაჩვენებელი და მხოლოდ ამის შემდეგ გააქტიურდა ჯანდაცვის სამინისტრო, დაიწყეს რაღაც გადაწყვეტილების მიღება და ეხლა უნდა ვთქვა სამართლიანობას, რომ ოდნავ პანიკა ჩამცხრალია, რაღაცა რესურსები დალაგებულია, თუმცა თუ კიდევ იქნა მატება, ჯანდაცვის სამინისტრო ჯანდაცვის სისტემა ისევ იგივე პრობლემის წინაშე დადგება. გუშინ მაგალითად პაციენტი, რომელსაც დაუდასტურდა COVID და უნდა გადაყვანილ სავარაუდო COVID, კიდე ცალკე ისტორია და უნდა გადასულიყო რესპუბლიკურ საავადმყოფოში, გადაყავდათ გორის ჰოსპიტალში, იმიტომ რომ იქ ადგილები არ იყო. შესაბამისად, ოდნავი მატებაც კი რაოდენობის საკმარისი იქნება, რომ ისევ იგივე კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეთ. პირველადი ჯანდაცვა გახსოვთ თქვენ მაისიდან მოყოლებული გვეუბნება ჯანდაცვის სამინისტრო, რომ ამზადებს პირველადი ჯანდაცვის ექიმებს. მხოლოდ 22 სექტემბერს მინისტრის 457 ბრძანებით დამტკიცდა ძალიან კარგი ის პროტოკოლი, რასაც ჩვენ ჯერ კიდევ აპრილში და მაისში ვითხოვდით და ტრებად და მკვლელებად რომ შეგვარაცხეს, ის პროტოკოლი დამტკიცდა ოღონდ 22 სექტემბერს. ხო გესმით, 22 სექტემბერს ბათუმში უკვე კატასტროფა ტრიალება და მაშინ დაამტკიცა ჯანდაცვის სამინისტრომ ის სამოქმედო დოკუმენტი, რითაც 12 თვეების განმავლობაში ამზადებს პირველად ჯანდაცვას. მსგავსი პრობლემები იყო ყველა სექტორში. ბათუმს ემსახურება 13 სასწრაფო დახმარების მანქანა მხოლოდ და 25 გამოძახება აქვს დღეში თითოეულს. წარმოგიდგენიათ ეს რამხელა დატვირთვა, რამხელა შესტონის რისკია, სამედიცინო პერსონალი რა დღეშია. ცოტა გვიან მოგდით თქვენი ჩემი ხმა. მესმის, უბრალოდ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. როგორ ხსნით ამ ტოტალურ მოუმზადებლობას, რაზეც ეხლა თქვენ ილაპარაკეთ? ხელისუფლებას ეგონა რომ ეს გადალახა ვირუსი დაამარცხა, საოცარმა მენეჯერმა გახარიამ რაღაცა სასწაულებრივი ჯოხით გააქრო ვირუსი საქართველოდან. არ მგონია რომ ამის იმედი ქონდათ, იმიტომ რომ უბრალოდ შეუძლებელი ამის იმედი ქონდა, როცა ყველა ლაპარაკობდა რომ შემოდგომაზე ტალღა იქნებოდა გაცილებით უფრო მძიმე. აი რატომ არ მოემზადნენ და ეს ერთი კითხვა რადგან გვიან მოგვდის ერთმანეთის სხვა მირჩევნია მეორე კითხვაც აქვე დაგისვათ. აი ძალიან ბოლო დროს დიდი დისკუსია იმ თემაზე, უნდა აცხადებდნენ თუ არა ექიმები რის გამო გარდაიცვალა პაციენტი. ანუ ყველა გარდაცვლილ პაციენტთან დაკავშირებით ვიღებთ ინფორმაციას დაწვრილებით, რომ ქონდა თურმე ეს დაავადება, რომ იმაში დაგვარწმუნონ, რომ თვითონ კი არ მოუარეს ცუდად, ან თვითონ ჰოსპიტალური სექტორი კი არ იყო მომზადებელი ასეთი ავადმყოფის მისაღებად, არამედ ეს ადამიანები იყვნენ ძალიან მძიმეები და ამიტომ გარდაიცვალნენ. ანუ თითქოს სწორედ ამის ფიქრისკენ გვიბიძგებს ის, რასაც აკეთებენ, როდესაც აცხადებენ ამ ადამიანების თანხლებ დაავადებებს. მაშინ, როდესაც ამ თანხლებ დაავადებებში არის
არის ისეთი დაავადებები, რომლებიც უშუალოდ გამოწვეულია, ხო? ხა ყველა მეტნაკლებად გავერკვიეთ და ვიცით, რას იწვევს COVID-19 და მათ შორის იმ დაავადებებს, სასიკვდილო დაავადებებს იწვევს COVID-19 და ამ დაავადებებსაც კი ეს დაავადებებიც კი იყო ჩამონათვალში. აი ეს ან რა ეთიკაა, ან რა მიდგომა, ან საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ, როდესაც ასე იქცევიან ექიმები და უпроსტად ასე იქცევა ხელისუფლება. აქ საკითხი პირველი რატომ არ მოემზადნენ? ეს არის უთავბოლობის და შიდა ინტრიგების დაუსრულებელი შიდა ინტრიგების შედეგი. მეორე მხრივ ისინი თქვათ გამარჯვების ხივებში ნებიურობდნენ და თერცხენზე იჯდნენ და იმედი ჰქონდათ რომ ოქტომბრამდე გაძვრებოდნენ, მაგრამ ელემენტარული ლოგიკა მათ შიგნითაც იცოდნენ და არაერთი არგუმენტი იყო იგივე საკოორდინაციო საბჭოზე, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო ის, რაც იყო სამწუხაროდ და ეს იყო ტიპიური მათთვის ჩვეული უთავბოლობა და მეტი არაფერი, იმიტომ რომ როგორც კი იგზნეს სერიოზული საფრთხე, რაღაცა ნაბიჯები გადადგეს და რაღაცა ტემპერატურა ოდნავ მაინც ჩააქრეს, თუმცა ეხლა ისევ ჩანს, რომ შემდგომი მატებისთვის ისინი მზად არ არიან. ჯანდაცვის სამინისტრო ეხლა აცხადებს ერთ ფირთან მოლაპარაკებით 48 მილიონიან შესყიდვას საწოლების ქირაობისა. მაშინ როცა მაისიდან გვესმის, რომ წუთ და საათ არის გაწერილი რომელი ჰოსპიტალი რამდენ რაოდენობა პაციენტზე ჩაერთვება, თქვა ხელების ცენტრის სახით თუ COVID ცენტრით. ესე რომ აქ მე მგონი უბრალოდ მარტივი უთავბოლობა და უპასუხისმგებლობა არის, თუმცა ამ უპასუხისმგებლობამ ადამიანების სიცოცხლე შეიცირა. რაც შეეხება message box-ებს, ეხლა ოფიციალურ და თქვათ ხელისუფლების კონტროლირებაც აგენტოებს რომ შეხედოთ, ისინი ეხლა არიან message box-ების ძიებაში. ხან გვეუბნებიან, რომ იტალიის ესე ვთქვათ რაოდენობაზე ვზივართ ერთეულ მოსახლეზე, ხან გვეუბნებიან, რომ PCR ტესტები საკმარისზე მეტიც არის და მთელ რეგიონს ეყოფა, მაგრამ მისი კეთების საჭიროება არ არის. ხან გვეუბნებიან, რომ ეს პაციენტები ძალიან მძიმეები იყვნენ და რეალურად მაინც გარდაიცვლებოდნენ მიუხედავად COVID-ისა. ხან გვეუბნებიან, რომ არნახული შედეგები გვაქვს და ყველაფერი კარგად არის. ანუ მე ხავ ხედავ, რომ უბრალოდ message box-ის ძიება არის მათი ესე ვთქვათ ჯგუფების მხრიდან, როგორ გაიმართლონ თავი, იმიტომ რომ ისინი კარგად ხვდებიან, რაც არ უნდა თქვან მათ ტელევიზიით, რაც არ უნდა გადაეფარონ პრემიერ-მინისტრებს. სამედიცინო სისტემამ, მოქალაქეებმა, ჯანდაცვის მუშაკებმა, რომლებთანაც ისევ სამარცხვინო 6 თვის დავალიანება ეს არ დაგვავიწყდეს, ძალიან კარგად იციან რა ხდება და ძალიან კარგად იციან რა გადაიტანეს მათ საკუთარ თავზე. შვენივრაციან მათ ჯანმრთელობაზე და ფიზიკურ შესაძლებლობებზე გადაიარა იმან, რომ კატასტროფული ვითარება არ აქვს და ყველა არ დაიღუპა, ვინც გვიან მივიდა საავადმყოფოში. შესაბამისად, მე მგონია, რომ ეს უბრალოდ ეხა message box-ის ძიება არის, როგორ შეფუთონ და როგორ გაიმართლონ თავი ამასთან დაკავშირებით. მეტი არაფერი. კი ბატონო, ვახო, კიდევ ერთი საკითხი, ეს ქაოსი, რაც ჩვენ ვნახეთ ყველამ და თქვენ განსაკუთრებით შიგნიდან დაინახეთ და მით უმეტეს რომ პროფესიულად შეგიძლიათ უფრო მეტი დეტალი შეამჩნიოთ. არის თუ არა მოსალოდნელი, რომ მთელ საქართველოში ასეთი სიტუაცია, ასეთი ქაოსი იყოს, ხო? ხა რატომ იქნება, ვთქვათ, თბილისში უკეთესი სიტუაცია, ვიდრე ბათუმში იყო, თუ ვთქვათ, შემთხვევების ესეთი ზრდა, ზვავისებრი ზრდა იქნება, ხო? ან მით უმეტეს რატომ იქნება სხვადასხვა რაიონულ ცენტრებში, ხო? ლაპარაკობთ შეიძლება ქუთაისში, თელავში, გორში. აი რატო, ანუ იგივე ბედი ელოდება ყველა ქალაქს, სადაც ასე მოიმატებს ინფიცირებულთა რიცხვი? ძალიან მაღალი ალბათობაა სამწუხაროდ, მაგისი უბრალოდ იმედი მაქვს, რომ მინიმუმ თვითგადარჩენის ინსტინქტი უკარნახებთ, მათ რომ ის შეცდომები არ გაიმეორონ, რაც დამართეს ბათუმს და აჭარას და აქედან მაინც გამოიტანენ დასკვნებს, რომ სხვა ქალაქებში და სხვა რეგიონებში იგივე უბედურება არ დატრიალდეს. ამის იმედი მაქვს, რომ თვითგადარჩენის ინსტინქტის გამო ისინი გაითვალისწინებენ იმ უბედურებას, რა დღეშიც ჩააგდეს ეს ქალაქი და რა ვითარებაში ჩააგდეს აქაური ჯანდაცვის სისტემა და ჩვენი მოქალაქეები.
ერთადერთი მაგის იმედი მაქვს და თან ეს ძალიან ახალია და რაც მოკლე მეხსიერება იმედია მაინც აქვთ რომ დასკვნები გამოიტანონ და გადაწყვეტილებები შეუძლიათ კი გათვალისწინების შემთხვევაშიც კი უკეთესად იმოქმედონ აქვთ ამის რესურსი ეხლა ამ მოკლე დროში რადგან მომზადებულები არ იყვენ ბათუმში ესე იგი მომზადებულები არ იყვენ არსად ხო და აქვთ ეს რესურსი რომ ეხლა აი მარტოსაწოლების გამოცხადებული ტენდერი ეყოფა ხო მით უმეტეს რომ ლაპარაკობ და ამაზე სტუდიაშიც უნდა ვილაპარაკოთ სრულიად სამარცხვინო რამეზე რომ ექთნებს და ექიმებს აქვს ჯერ კიდევ დავალიანება ხო ეს დავალიანებაც კი ვერ გადაუხადას როგორ უნდა მოთხოვონ იმ ადამიანებს იმუშაონ ძალიან სარისკო მათთვის მათი ჯანმრთელობისთვის სარისკო გარემოში როცა ელემენტარულად უმცირეს ხელფასსაც კი არ უხდიან დარწმუნებული ვარ ხვალ გამოჩნდებიან სააგენტოები და ოფიციალური პირები და ითქვიან რომ ეს ერთთვიანი დავალიანება კი არ არის ეს უბრალოდ ასეთი გადახდის სისტემა დიახ ასეთი გადახდის სისტემა რომელიც 6-თვიან დავალიანებას ითვალისწინებს ესე რომ ეს არგუმენტი ხვალ იქნება აუცილებლად დარწმუნებული ვარ და ცოტა არასერიოზულია დიახ 6-თვიანი დავალიანება გრძელდება თვიდან თვემდე და ვაკი-ვუკი რომ ერთი თვით მაინც შეემცირებინათ ეს დავალიანება სრული ტყუილი აღმოჩნდა შესაბამისად ფინანსური დავალიანება არსებობს სხვა ქალაქებს რაც შეეხება ნუ თბილისში რესურსი არის შედარებით მეტი ტექნიკურ რესურსს გულისხმობს და ვთქვათ ჰოსპიტალების თვალსაზრისით გარკვეული გამოცდილებაც მეტია დაგროვილი და იმედია რომ იქ შედარებით უკეთ ესე ვთქვათ წავა მდგომარეობა თორე თბილისში თუ იგივე მოხდა რაც აჭარაში იქ მიჭირს წარმოდგენა იმისი რა შეიძლება მოყვეს და რა მსხვერპლი შეიძლება მოყვეს ამ პროცესს აბსოლუტურად გაუგებარი სიტუაცია არის აი მახსენდება ყოველთვის რამდენად დაულაგებელია ჩვენ თვეებ და ტყუილზეა დაფუძნებული ეს ყველაფერი ჩვენ გვეუბნებიან რომ სოლიდარიტის კვლევა დაწყებულია ეხლა ვიგებთ რომ რემდესევირი თურმე ორ კვირაში შემოვა ჩვენ ვიცოდით რომ აღჭურვილობა მზად იყო და 7 აპარატი ტელევიზიით აჭარის მთავრობის მეთაურმა რესპუბლიკურ საავადმყოფოს სექტემბრის შუა რიცხვებში გადასცა. ანუ აბსოლუტურად ყველაზე ამ ტყუილში ჩაკარგულები არიან და აქედანაც გამოსავლის პოვნასლოვი და ისევ ექიმების და ეპიდემიოლოგების რაც პერსონალური პატიოსნების იმედად არის რეალურად ეს სისტემა დარჩენილი ის ვინც ხას უსვავ არ ჩაერთო პოლიტიკურ ბატალიებში და არ თქვათ არ იართვა პროფესიულ პატიოსნებაზე ამ თვალსაჩინო და თქვათ იმათ კისერზე გადადის ეს ყველაფერი რომ რაღაცა სისტემა კიდე ფუნქციონირებს თორე სხვა თვალსაზრისით შანსი იმისი რომ ჩვენ სისტემური პასუხი გავცეთ ამ ვირუსის გავრცელებას ძალიან დაბალია კი ბატონო ძალიან დიდი მადლობა ეს იყო ვახტანგ კალოიანი დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად და მოგვაწოდეთ სასიამოვნო ინფორმაცია ნამდვილად არა მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ამის ძალიან საინტერესო ანალიზიც გააკეთეთ და ჩვენ სტუდიაში ვბრუნდებით ჩვენი სტუმრები არიან მალხაზ ჯალაღონია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის მაჟორიტარი და რაც მთავარი ექიმი თერაპევტი სწორედ ამიტომ არის ის ამ თემაზე ჩვენი სტუმარი გიორგი კავკასიძე რეპროარკტის კლინიკური განვითარების მენეჯერი და სერგო ჩიხალაძე მედიცინის ექსპერტი მოგესალმებით ბატონო ძალიან დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად უკვე ისე დაბრუნდა კორონა მთავარ თემად ხო იმიტომ რომ უკვე ძალიან რთული ვითარება აქვს ქვეყანაში და ბატონო მალხაზ თქვენ მინდა გკითხოთ პირველ რიგში ხო საინტერესო იყო მას შორის როცა დაგასახელეს კანდიდატად იყავით კარანტინში თვითიზოლაციაში აი ეს სისტემა ხა ვახტანგ კალოიანი საუბრობდა იმაზე რომ ჰოსპიტალური სექტორში რაც ხდება ეს გასაგებია მაგრამ თუ ჰოსპიტალურ სექტორამდე სანამ მივალთ აი მართვა როგორ ხდება აი როცა ხარ თვითიზოლაციაში რამდენად ხარ ყურადღების ქვეშ იმიტომ რომ ძალიან ბევრი სტატუსი მოხშირდა ბოლო დროს Facebook-ზე იმასთან დაკავშირებით რომ სრული ქაოსია სად წავიდეთ როგორ წავიდნენ ვინ ეხმარება ვინ აკვალიანებს აი აბსოლუტურად თითქოს ეს პირველადი ჯანდაცვა არის მოშლილი თქვენი გამოცდილება როგორი იყო ჩემი გამოცდილება მაინც შეიძლება სხვებს არ გამოადგეთ იმიტომ რომ მე თვითონ ექიმი ხართ კი ბატონო მაგრამ მე შემიძლია გითხრათ რომ საერთოდ როცა თავიდან დაიწყო ეს კარანტინი და თვითიზოლაცია ეს იყო ქვეყნის ჩაკეტვის ნაწილი
ერთ-ერთი ნაწილი. და პრინციპში ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან ბევრი ქვეყანა მოიქცა ესე ქვეყნები ჩაკეტეს, იმიტომ არ იყო დიდი ინფორმაცია ამ კოვიდის შესახებ და მაგრამ სწორი მენეჯმენტი სწორედ ის არის, რომ თანდათან უნდა შეიტანოთ ცვლილებები შენს გადაწყვეტილებებში. თუმცა მე მგონი არსად არ მეხსოვდება, რომ ასე მცირე რიცხოვალ პაციენტზე ჩაეკეტათ. ეხლა მაშინ ჩაკეტეს, როდესაც ხო ძალიან მაღალი მაჩვენებელი იყო. იმ პერიოდში რომ რასიგიჟია ეს, მაგრამ აი რაღაც 16 აი ლაპარაკი იყო 4 პაციენტი, 5 პაციენტი და ეხლა 500-ია და რეაქტი გადასახედიდან კიდევ უფრო ჩანს რასიგიჟეს კონდა. და მაშინ ეხლა მე მით უმეტეს ძალიან ჩართული ვიყავი ამ არსად არ იყო ასეთ მცირე რაოდენობაზე ასეთი დრაკონული მეთოდები არ იყო მიღებული. ნამდვილად ესე იყო. უბრალოდ ჩვენ ალბათ ვერ ავწდებოდით ამ ჩაკვეტას ქვეყნისას, მაგრამ რატომღაც მათ ძალიან იჩქარეს ეს ამის გაკეთება. მაგრამ როგორც მე ვთქვი, შემდეგ თანდათან უნდა შეიტანო ხო ცვლილებები შენს გადაწყვეტილებებში. ეხლა რაც კეთდებოდა ის, რომ აი უცხოეთიდან ჩამოსული ქართველები, ხო? ძალიან დიდი რაოდენობით აი ეს ადამიანები გაუშვეს ძალიან ძვირადღირებულ სასტუმროებში, ხო მართალია და არა და ზოგიერთს როგორც მე გავიგე, მოქონდა ცნობა იმის შესახებ, რომ იმათ 72 საათის განმავლობით გაკეთებული ჰქონდათ ეს ტესტი და ტესტი იყო უარყოფითი. ან და იყო მეორე შესაძლებლობაც, რომ ჩამოსული ადამიანებისთვის ტესტები გაეკეთებინათ და გაეშვათ შინ და ეთქვათ, რომ იცით რა, თქვენ შეგიძლიათ შინ იყოთ თვითიზოლაციაში გარკვეული პერიოდი და თუ რაღაცა სიმპტომი იქნება, მოდით დაგვირეკეთ და დაბრუნდით საავადმყოფოში. ხო, თუ ტესტი დადებით იქნება მეორეჯერ ტესტი. იმიტომ რომ ის თანხა, რომელიც დაიხარჯა 14 დღის განმავლობაში, გაცილებით მე დარწმუნებული ვარ, უფრო მეტი იქნებოდა, ვიდრე 1 თუ 2 ტესტი ყოფოდა. ხო, და რასაკვირველია შეიძლებოდა საწოლებზე მაშინ ზრუნვა, იმ თანხით შეიძლებოდა თუ არა უფრო მეტი რამის გაკეთება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. დიახ, კიდევ მეორე პრობლემა ის არის, რომ აი რაღაც ადამიანი კონტაქტი შეამოწმეს, აქვს კოვიდი, არანაირი სიმპტომი არ აქვს. და გაუშვეს საავადმყოფოში და წერს ეს ადამიანი კიდევ არ ვიცი 10 დღე 14 დღე თუ რაღაცა და ისე ვიხარჯება უზარმაზარი თანხები. მე მესმის რომ ეს შეიძლება ბევრმა ჩათვალოს არასწორია, რასაც მე ვამბობ, მაგრამ იმ ქვეყანაში სადაც ფული ჭირს სადაც ყოველი კაპიკი დათვლილია. ახლა მართალია ემართ კი ქონდათ ის 140 მილიონი. არა, ბევრად უფრო მდიდარ ქვეყნებში არ ყოფილა ესეთი, ბევრად უფრო მდიდარ ქვეყნებში იყოს ბინაზე სახლში მკურნალობა თავიდანვე. ყველგან ესე იყო, მხოლოდ მძიმე პაციენტები გადაყავდათ საავადმყოფოში, იმიტომ რომ არავის არ ქონდა ფუფუნება, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში და რამდენ ხანს რჩებოდნენ, კიდე კარგი, ახლა პროტოკოლი შემოიღეს, რომ 10 დღეში შეუძლიათ 14 ისევ 14 დღეს გეტყვით კიდე. უი? ეს ახლა ისევ დამრუნდა. რატო? რა საინტერესოა, იმიტომ რომ ეხლა თითქოს ამით რაღაცა ხარჯი შეამცირეს, ხო? იმიტომ რომ დადგინდა, რომ 10 დღის შემდეგ გადამდები აღარ არის. არა, ისევ 14 გახდა. ისევ 14 გახდა, რატო? ხო, საინტერესოა, ხო დაასრულეთ ბატონო მალხაზი. უბრალოდ იმას საუბრობდი, რომ აი ამ ორი გადაწყვეტილების გამო მე მგონია, რომ საკმაოდ დიდი თანხები დაიკარგა. სულად უაზროთ მგონია, რომ შეიძლება უაზროთაც არა, კარგად კორუფციის სქემებისთვის არის გადაწყვეტილების წარმოუდგენლად 5 მილიონის ამბავი ხო გვახსოვს. რომ ტრანსპარენსი საერთაშორისო გამჭვირვალობამ IDF-ამ ბელინკეტმა რომ დაადოს 45 მილიონი მათთან დაკავშირებულ სასტუმროებს გადაურიცხეს ჯერ კიდევ მარტ-აპრილში ეკა, ხო? მარტ-აპრილში. კი ბატონო, ესე იგი ფაქტობრივად ერთადერთი ღონისძიება. ნაცნობ უკან დააბრუნეს მერე პარტიულ ყულაბაში ქართველების შემოწმება. ხო, ანუ რაც რა იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლების სტრატეგია და რასაკეთებდა, ხო? карантинში მიყავდა ხალხი, მათ შორის ისინი, ვისაც ჰქონდა თვითიზოლაციის საშუალება. მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლებოდა ყოველ 72 საათში გაეკეთებინათ ტესტი. ხო, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები, მაშინ როდესაც ქმარი ან ცოლი იყო, თქვა, სხვა ქვეყნის მოქალაქე, ის მიდიოდა ყოველგვარი ტესტირების გარშე. მეორე სახლში 72 საათში. 72 საათში ერთხელ უნდა გაეკეთებინა, ხო, ტესტი თუ არ ვწდები და საქართველოს მოქალაქეზე ისევ იხარჯებოდა ფული და карантинში მიდიოდა. ანუ ლოგიკა, ისევ სულ ლოგიკაზე ვლაპარაკობთ. აბსოლუტური დისკრიმინაცია. დისკრიმინაცია და რაში იხარჯებოდა გარდა ამისა ფული? რასაკვირველია. ერთმა ჩემმა კარგმა მეგობარმა, აი თქვენ რო თქვით რომ მარტში დაიწყო ეს საუბრა რაღაცები, დაარქვა ამას false start. აი ეს იყო სუფთა false start.
იმ დროს აი დაიწყო. ბავშვები მაშინ რატო აღარ დაყავდა სკოლაში, როდესაც 6 შემთხვევა იყო. ხო, მაგაზე არის ლაპარაკი რა. ხო, მაგაზე არის ზუსტად ლაპარაკი, რომ მაშინ როდესაც ერთეული შემთხვევები იყო, ისეთი როგორ ვიგებ, კაცრი ზომები მიიღეს, მაგრამ აღმოჩნდა რომ არ უნდა მიიღოთ. ეხლა რეტროსპექტულად რო გადავხედოთ, ხო? აი ის ზომები ეხლა რომ მიიღოთ სადღაც აგვისტოს ბოლოს, ალბათ უფრო უპრიანი იქნებოდა. ალბათ, მაგრამ ნუ ეხლა მაგაზე სამაგერად ეკონომიკა მოკვდა, ხო? ამასობაში გვაქვს უწვავესი ეკონომიკური კრიზისი. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ჩემის აზრით ის არის, რომ რას თქვენ ბრძანეთ, დაიხარჯა უამრავი ფული და ამ ფულის მოხმარება ჩვენ არა გვაქვს წარმოდგენა რაში დაიხარჯა ფული ამ 6 თვის განმავლობაში. რამდენი აი სუნთქვის აპარატი შეიძინეს. ბოლოს ვიცით გია აი რამდენი საწოლი და სუნთქვის აპარატი სერგო თქვენს გეკითხებით, იმიტომ რომ აი ყველგან ყოველ დღე იყო ინფორმაცია, ამდენი საწოლი გულისხმობს ხო კრიტიკულ საწოლს, სადაც სუნთქვის აპარატია და საწოლ ადგილს არ გულისხმობს. ხო, პერსონალი, რომელსაც შეუძლია ამ სუნთქვის აპარატის მომსახურება. ეს ამის გარეშე საწოლი არ არსებობს. ახლა საწოლის შეიძლება გამოვიტანოთ სახლიდან და დაუდგათ ავატყოს, მაგრამ ეს ხო ის საწოლი არ არის, არა? აი გვაქვს აი ეს მიკვირს, აი უსმენთ ტიკარაძეს და ვერ ვიღებთ ინფორმაციას. ვერც მივიღებთ. სხვა შორის ამოვიღე, აი ძველი ისინი გავიხსენ, ახლა რაც მახსოვდა ზეპირად, აი რამდენიმე კვირით წინ რეტროსპექტიულად გადავხედე, აი თქვენ როგორც აჩვენეთ კადრები და აი ზუსტად მისი განცხადებები 8 აპრილს გამოდის და ამბობს, რომ ჩვენ გვაქვს მზადყოფნაში უკვე 3500 საწოლი და შეგვიძლია მობილიზაცია გავუკეთოთ კიდევ 10000 საწოლს, ხო? ну ესეც ციფრებიც იყო დაბრეხვებული, იმიტომ რომ 15000 საერთოდ მერე გამოდის სხვა ციფრს ამბობს, მერე ამბობს ხან 2500, 3500-დან ჩამოვიდა 2500 და აი ახლა რომ დაიწყო ზრდა სექტემბერში გამოდის და ამბობს რომ 854 საწოლი გვაქვს და 3000 მოვაბილიზებთ კიდევ. ანუ გამოდის რომ მოსაბილიზებელი საწოლების რაოდენობა შემცირდა და აქტიურ მზადყოფნაში მყოფი საწოლების რაოდენობა შემცირდა. ანუ ეს მიანიშნებს ზუსტად იმას, რომ არანაირი ლოგიკა, არანაირი მზადება, არაფერი არ ყოფილა ამ თვეების განმავლობაში, ხო? იგივე არის გარდა იმისა, რომ კარანტინში იხარჯებოდა, აი 14 დღე და მე ზუგდიდის საავადმყოფოსაც მინდა გკითხოთ. კარანტინზე ძალიან საინტერესო ის არის, ხო, აი რამდენი ძალისხმევა დაგვჭირდა და მათ შორის აი თქვენ ეთერებშიც და სხვა შორის ეკა მინდა ძალიან ისე აღვნიშნო, დიდი მადლობა, რომ აი რომ არა ის თქვენი ეთერები, ბევრი ადამიანი ვერ გაიგებდა მაშინაც კი რა ხდებოდა რეალურად ქვეყანაში, ხო? და ეხლა რეტროსპექტიულად ალბათ ბევრი იხსენებს და აი ხვდება ზუსტად იმ სიმცდარეს და არასწორ გზებს, რაც მთავრობამ გადადგა, ხო? და აი ახლა 2 დღის წინ გამოვიდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი და ამბობს, რომ ეხლაო ჩვენო დადასტურებული კონტაქტი თუ იქნებაო, აი რო წარმოვიდგინოთ ეხლა აი ამ დარბაზში, ხო? ვიღაცას თუ დაუდგინდა ერთს კორონავირუსი, ყველას ჩვენ ვიკრავენ თავს კარანტინში 14 დღის განმავლობაში, ამბობს ამას ცენტრის დირექტორი, 14 დღე გავამწესებთ კარანტინში, ოღონ არც დავტესტავთ, არც მანამდე, არც მერე. თუ არაფერი არ ექნება, გავუშვებთ 14 დღეში სახლში. ისევ რაღაცა ბიზნესისთვის, რაღაცა კორუფციული გარიგებებისთვის კეთდება ყველაფერი, ხო? ანუ ესეთი სიგიჟე, ესეთი მაპატიების მე ვერ წარმომიდგენია. ესე იგი რაღაცა მიზანს ემსახურება, ხო? ან მეორეა რომ ტოტალურად ტესტები არ აგვაქვს და სხვა შორის რამდენჯერმე მოვთხოვეთ, აი საუბრობდით შემოსვლამდეც, რამდენჯერმე ხო სხვადასხვა გზებით მოვთხოვეთ ინფორმაცია, აი რამდენი გაქვთ, რამდენი შემოვა, რამდენი შემოვიდა, მერე რამდენი შემოვა ტესტები, არ გვაძლევენ ამ ინფორმაციას, ხო? ანუ რა ხდება ლოგიკურად ის მის ეგ არ აქვს საერთოდ ან ტესტები, ანუ სრული ქაოსი გაქვთ და ტესტირებას გადავხედოთ მაჩვენებელს. 2-3 კვირის წინ, აი როდესაც ძალიან გაიზრდებოდა, ხო? 100 შემთხვევა რო იყო დაახლოებით 100-120, ხო? აი პირველად რო დაიწყო, კეთდებოდა 13000, 14000, 11000 ტესტი, მერე ჩამოვიდა და მერე ჩამოვიდა დაბლა და აი ახლა ბოლო დღეები, ხო, 500-ზე მეტი რო გვაქვს, 554, 576, გუშინ წინ რამდენი გაკეთდა? 4000 ტესტი. ანუ შეიძლება უფრო მეტია, მაგრამ ეს რას ნიშნავს? ანუ ამაშიც ლოგიკა არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ არ ტესტავთ ვის რო და თანაც ეს პასუხები რაც მოდის, ეს ეკა კი არ არის, რომ დღეს რო იყო რაღაც 554 თუ 550 შემთხვევა გუშინდელია. ვისი რომელი დღის როდის მოდის, როდის ვიგებთ? საერთოდ არა და ამაში ეპიდემიოლოგიაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ერთ დღეში
ტესტილში და ატესტილში რამდენი ამოვიდა და არ ვიცით ეს ტესტები როდის? ანუ სტატისტიკაც არასანდო გვაქვს. რამდენი საწოლი გვაქვს არ ვიცით, რამდენია მობილიზებული არ ვიცით. 48 მილიონის საწოლების თურმე ერთჯერადი ხო პირდაპირ შესყიდვის გზით ეხლა ხდება მობილიზება. ოქტომბრის დასაწყისია. ამას როდესაც საუბრობდი ჯერ კიდევ მარტ, აპრილ, მაისში, ხო? და სხვა შორის არ დაგვაუწყოს კიდევ რომ ვის აქვს ერთ პირთან მოლაპარაკების რომელ ორგანიზაციას აქვს ამდენი საწოლი? აბა დავფიქრდეთ. ევექს, ხო? ხო, ვინ არის ესეთი მსხვილი მოთამაშე? ევექსი. ევექსის მეპატრონებიც ვიცით ვინ არიან, მთავრობასთან როგორ არიან დაკავშირებული, ესეც ვიცით ყველაფერი და ხო, ნუ აი ყველაფერი აბსოლუტურად გეთანხმები ეკა, მივდივართ კორუფციულ სქემებთან. ამიტომ ყველა პრობლემის გადაჭრასთან კი არ მივდივართ. ხო. ანუ არც აქვთ ამის სურვილი სანამ რეკლამაზე გავალთ და მე ამათი სურვილი არის ფულის კეთება. შო, აი მეტი არაფერი ახლა 8 წელი ხო არაფერი არ აკეთებს. ეს არის ფულის კეთებელთა გუნდი და ახლა ჩვენ ხო აღარა გვაქვს მოლოდინი რომ ესენი რაღაცას მოაგვარებენ, რაღაცას შექმნიან, რაღაცა ტრენინგები ვერ ჩაატარეს. გუშინ წინ ისევე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი გამოდის ბატონი ამირანი და ამბობს რომ გუშინ წინ დღეს არის 6 ხო 4 ოქტომბერს გამოდის რომ აი რამდენიმე დღის წინო დავიწყეთო პილოტური პროგრამა ოჯახის ექიმების გადამზადების აჭარაში 4 ოქტომბერს. კი ბატონო ხას აი მაინტერესებს თქვენი ხა ძალიან ცნობილი ექიმი ხართ ზუგდიდში, წვდომა გაქვთ ყველა საავადმყოფოსთან, ყველა საავადმყოფოს ექიმი გეცოდინებათ პირადადაც კი, მაინც პატარა ქალაქია. და აი თვითონ ზუგდიდში აი რომ მოხდეს აფეთქება ვირუსის. აი რა ხდება? რომელი საავადმყოფო როგორ არის მომზადებული, გადამზადებულები არიან თუ არა ექიმები, რისთვის არის საერთოდ ეს ხო დიდი ცენტრია, ხო? მით უმეტეს რომ აფხაზეთიდან გადმოდიან პაციენტები. საერთოდ დღეს გავარკვე რომ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო აღებულობს კოვიდიან პაციენტებს, იმიტომ რომ მათ ასეთი სტრუქტურა არ აქვს, მათ არ შეუძლიათ ამ პაციენტებს მიღება. ერთადერთი ვინ ჯერჯერობით მიღებულობს პაციენტებს, ეს არის რუხის ხელების ცენტრი. რუხის დიახ, სადაც მე ერთ-ერთ არაოფიციალურად ვლაპარაკობ დღეს დილით ერთ-ერთ მიქაურ მენეჯერს და მან თქვა რომ მან არის 150 ადგილი. და კითხვაზე გადაჭედილი არის თუ არა, მიპასუხა რომ არა, აქვთ ადგილები, დღეს ისინი აპირებენ სულ პაციენტების გაწერას და იქნება ადგილები, რომ მიიღონ მძიმე პაციენტები. როგორც ჩანს, არიან ზუგდიდელებიც და სხვა რაიონებიდან ჩამოყვანილი პაციენტებიც. აი იქ საწოლი, სასუთხი აპარატის, გადაპროფესიონალი, ანუ ექიმების გადამზადება, იმიტომ რომ ყველა ექიმი, ვინც იყო საზღვარგარეთ, ხო, ქართველი ექიმები წერდნენ, რომ მიუხედავად იმისა, ზაფხულში კორონას ინფიცირებულთა რიცხვა, კორონათ ინფიცირებულების რიცხვა იკლო, კვირაში ორჯერ მაინც ამ ტრეინინგს ჩაცმა გახდის ტრეინინგს როგორც მინიმუმ გადიან, იმიტომ რომ ეს უნდა იყოს შემდეგ ავტომატურზე დასული, იმიტომ რომ აქ თუ შეცდომა დაუშვი, ეს ხდება ექიმების ინფიცირების ერთ-ერთი მთავარი წყარო, ხო? ეხლა რა გვაქვს იცი დიდი პრობლემა, ინფექციის გავრცელების წყარო არის სამედიცინო დაწესებულებები. ხო. აი ეს არის. ეს არის პრობლემა და რატო? იმიტომ რომ დატრეინინგებულები არ არიან, გახთა ჩაცმა არის უმნიშვნელოვანესი, რომ ექიმმა თავი დაიცვას. აი თქვენთან რა ხდება ამ მიმართულებით? სიმართლე გითხრათ, რა ხდება აი რუხის ცენტრში მე დიდი ინფორმაცია. არა, მარტო რუხის ცენტრში არა, ის ზოგადად რუხის ცენტრში არა, ყველა ექიმი უნდა იყოს დატრეინინგებული, იმიტომ რომ სად აღმოჩნდება კორონა, მათ შორის არა კოვიდ. ხო, რაც მე მომივიდა იგივე, იმიტომ რომ პაციენტი მოვიდა, არც სიცხე ჰქონდა, არც არაფერი, ნიღაბი ეკეთა, რა თქმა უნდა, მე ნიღაბი მეკეთა, მაგრამ სრული ეკიპირება, რასაც ქვია, ნახდათ არ მეკეთე და მე მინდა იცით თუ შეიძლება ერთი რაღაცა მინდა ვთქვა რომ აი როცა ჩვენთან დამთავრდა ეს ლოკდაუნი თუ რაც ქვია ქვეყნის ჩაკეტვა და გავედით გარეთ მეც ვიყავი 2 თვე ფაქტიურად შინ და დისტანციურად მქონდა კონტაქტი პაციენტებთან ყველა შექმნა ისეთი შტაბეშილება რომ არ არის ეს კოვიდი ისეთი სახშირში იცით და მე მგონია რომ აი ექიმებსაც და მე მგონია რომ სახელმწიფომ არაფერი არ გააკეთა ამ არასწორი აზრის გასანეიტრალება. ხო, ნუ იმიტომ რომ 9 კაცსა რო ჩაკეტავ ქვეყანას, მე ყველას შეექმნება განცდა რომ არაფერი არ არის და ტყუილა ქონდა ამხელა ეკონომიკური დანაკარგება. კაცო, და მეც სანამ მე წავიდოდი, ვიცვამდი თლიან ეკიპირებას და ვიჯექი ისე როგორც უნდა იყოს და რო დავბრუნდი მე
კი მქონდა ეს, მაგრამ რატომღაც არ ვიყენებდი სიმართლე გითხრათ და მე მგონია რომ ეს შესაძლებელია ნამდვილად. ჩემი აზრით მაგის მიზეზი, იმიტომ რომ აბსოლუტურად გეთანხმებით. მთავრობამ თვითონ დაიჯერა რომ კორონა შეაჩერეს და მოერიან. და პირადი მაგალითი, აი ამოიღეთ ივნისი, ივლისი, აგვისტო მთავრობის ხდომები. თუ ერთი კაცი მაინც ზის ნიღმით. არა. შეხვედრები რო იყო, გინდა საერთაშორისო, გინდა ისე ნიღაბი აღარ იყო. ისე იგი ხალხმაც დაიჯერა, რომ კორონა ან არის, ან არ არის. მეორე რომ თვითონ მთავრობამაც დაიჯერა და რომ ეთყობა რომ მოერიან და შეაჩერეს რაღაცები და ის ხალხი ვინც ეუბნებოდა რომ ეს არ არის და ფრთხილად იყავითო, იგივე საზღვარგარეთ ცხოვრები ექიმები ხო? ისინი ტრებად გამოაცხადეს. შეაჩვენეს. შეხო? შეუტიეს როგორ ბედავთ, როგორ შეიძლება ნუ როგორ თავად ცერცვაძემ თქვა რომ მისი ასე ვთქვათ ზურაგურულზე იყო ხო? საკუთრებული მსხვერპლი გახდა რომ ზურაგურულს არ უდას ხვისი აშენებული ქვეყანა. რომ ნებისმიერი კრიტიკა, რჩევა რაც მოდიოდა ადამიანებისგან რომელთა ხელში გაიარა უამრავმა კოვიდ ინფიცირებულმა, ხო? ნამდვილ ჯოჯოხეთში მუშაობდნენ განსაკუთრებით ახლა ხო? იმდენი პაციენტი, რამდენი ჩვენ საერთოდ ეში 40-50 პაციენტი ზოგიერთი ექიმის ხელში გადიოდა და წარმოუდგენელი რაოდენობის და ძალიან კარგად იცოდნენ მათ შორის კურნალობის მეთოდებით, მათ შორის რა გართულებები შეიძლება და პროტოკოლები, ახალი მიდგომები, რა ვიცი, ნანაგიგეჭკორი, რა ვიცი, უამრავი ხალხი და რატომ გონია თვითონ დაიჯერეს? იმ სხვა ახსნა არ აქვს. აი ხარ დაუკვირდეთ, ხომ ლაპარაკობთ, რომ რატომ მოხდა, რომ მარტის მერე ოქტომბრამდე არაფერი პრაქტიკულად არ გაკეთებულა, ტრენინგები არ გაკეთებულა. ჩვენ არ ვიცით, მარაგები გვაქვს თუ არა. ხო თბილისში რომ მოხდეს აფეთქება. არის მარაგები, ნიღბების, თუ გინდაც იმ ეკიპირების, ხო? კაცშვილმა არ იცის, ხო? რამდენი სასუნთქი აპარატია. იმ დღეს ვკითხულობდი, საინტერესო რამე წავიკითხე, რომ ისე იგი, იმ სასუნთქი აპარატი, ის კი არა სანარკოზე რო არის, აი ვენტილატორი რასაც ქვია. ისე იგი, ერთი სასუნთქი აპარატის მორგებას პაციენტზე რეანიმატოლოგი უნდება 30-დან 40 წუთამდე, თურმე. გამიგეთ? სანდა ყო ჩვენ ამდენი რეანიმატოლოგი ჯერ ესე. და ესეთი კვალიფიციური. მეორე რო იძახიან 3000 საწოლია, ხო? იმ 3000 საწოლს მოყვება თან მთელი ჯარი, მომსახურე პერსონალის, ექიმი, ექთანი, სანიტარი, ხო არსებობს სტანდარტები. მე სამწუხაროდ საქართველოში არ ცხოვრობდი და არ ვიცი ზუსტად სტანდარტები, მაგრამ იქაო სტანდარტს გეტყვით, რეანიმაციის IQ რაც არის, ხო? Intensive care unit. ისე იგი, ერთი ერთზე, ერთი ექთანი, ერთ პაციენტზე. ეს არის სტანდარტი. ან ყველაზე მეტი ერთი ექთანი ორ პაციენტთან, როგორი ექთანია ეს იცისა? ჩვენი ექთანი ფილტვებს არ უსმენს. არ არის მაგათ კომპეტენციაში. იქ უსმენს და დანიშნულებასაც წერს. იქაური ექთანი. გამიგეთ? რას გულისხმობთ? იცით, ექიმის ბევრი ფუნქცია ექთანზე არის გადატანილი. ამიტომ ამდენი ექთანი აღარ არის საჭირო, მაგრამ როდესაც ლაპარაკი იყო ამაზე, ბევრი ლიტერატურა ვნახე. ისე იგი 10-დან 15 საწოლამდე ერთი ექიმი ემსახურება 10-დან 15 საწოლამდე რეანიმაციულ იმას რა ქვია პაციენტს. 3000, ისე იგი ჭირდება 200 რეანიმატოლოგი. ხო, 200 რეანიმატოლოგი გაწვრთნილი. ხო, რომ მაგას მოიწევს. არა ხო? გია ექთნების საერთოდ აი ყველაფერი რო ქონდეს ექთნების გარეშე საერთოდ შეიძლება შეუძლებელი უმნიშვნელოვანესი 0.7 ექთანი, როდესაც მინიმალური სტანდარტია ერთ ექიმზე 4 ექთანი. ექთნებიც მოდიან, იმათაც დავალიანება, რატო აქვს ეს დავალიანება? აი ძალიან სერიოზული პრობლემას მიადეს რა არის? უკვე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას და საერთოდ პროგრამას, რომელსაც ვახორციელებთ და ვერ ვახორციელებთ. ანუ ეს კარგი პროგრამა, რომელიც დაიწყო, მიიყვანა უკვე ყოფილმა მინისტრმა სერგეენკომ სრულ ბანკროტამდე. 2019 წელი დაიხურა 400 მილიონიანი დავალიანებით, წარმოიდგინე ეხა. ეხა ამ 400 მილიონ დავალიანებას როგორ გადაუხდიან? ამიტომ ეს არის 6, 7, 8 თვიანი დავალიანებები. ეხლა, როდესაც ამუშავებთ, თქვენ ექთნებს თქვენს აქვთ და დავალიანება ეს 6-7 თვიანი? ესე ჩვენთან კოვიდის ისინი ისეთი ცოტა სხვანაირი სისტემაა. მე კი ვარ ევექსის პოლიკლინიკაში, მაგრამ ვეკუთვნი თბილისის კურაციოს. ისინი ქირაობენ ოთახს ამ ევექსის პოლიკლინიკაში. ასე რომ მე მგონი დავალიანება არ აქვთ, მაგრამ ისინი არ მუშაობენ კოვიდთან პრინციპში ეს არის. ექთნებთან დაკავშირებით ყველაზე დიდი პრობლემა რა არის? ექთნების და სანიტარების ერთი ექთანი მუშაობს 3 ადგილზე.
აი ეს ნამდვილად ეს არის საშინელება. რატომ მუშაობს? იმიტომ რომ შემოსავალი არ აქვს. შემოსავალი არ აქვს და შემდეგ ერთი თუ ინფიცირებული თუ დაინფიცირდა სამ ადგილზე. წინა გამოცდილებიდან ვიცით რომ ერთი დაინფიცირებულიც რო იყოს იკეტება საავადმყოფო. აი ხა ეს პროტოკოლიც თუ შეიცვალა, ესეც ძალიან საინტერესოა. აი ყველაზე მეტად ეს კითხვა უნდა დავსვა, აი 10 დღემდე რო ჩამოვიდა, ისევ 14 დღემდე რატო გაიზარდა? 8 დღემდე ჩამოვიდა. 8 დღემდე ჩამოვიდა და რატო გაიზარდა ისევ 14 იმიტომ რასაც სერგო ამბობს რომ ტესტის გარეშე გარანტირებულად რომ იყოს. კარგი, რეკლამაზე უნდა გავიდეთ და მე ვილაპარაკოთ ამ თემაზე, იმიტომ რომ ყველას ძალიან აწუხებს რამდენი ხანი დაყოფს კარანტინში.